თუ არსებობს კვლევები, რომ კანის მდგომარეობაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რომელიმე კონკრეტულად კონსერვანტი ან დანამატი შეიძლება ნეგატიურად აისახებოდეს. კი ბატონო, არსებობს. ან სხვა ორგანოთა სისტემებზე, მაგალითად, კანის დაბერების პროცესი, ეს მნიშვნელოვანია, ხო? მზე აბერებს და ხო არ არის რამე ისეთი პროდუქტი, რომელიც ასევე ჩვენ გარეგნობაზე ნეგატიურად აისახება. კი ბატონო, ძალიან ერთ-ერთი რომელიც ახლა მახსენდება, ეს არის პესტიციდების ნარჩენები სურსათში. პესტიციდების ნარჩენები ხდება ხილში, ბოსტნეულში, თუ მაგალითად ფერმერმა გამოიყენა არამიზნობრივად ზედოზირებით, ან მაგალითად არ დაიცვა ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე. პესტიციდების ნარჩენების მეტაბოლიზმი ორგანიზმში შემდეგია, რომ ისინი ჩვენს უჯრედის რეცეპტორებს ევლინებიან როგორც ჰორმონალური იმიტატორები და ისინი იკავებენ რეცეპტორის ადგილს. შედეგად ეს იწვევს სხვადასხვა ენდოკრინულ სისტემებს. ამასთან ერთად პესტიციდების ნარჩენები წარმოქმნიან ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს, რაც ასევე დაკავშირებულია უჯრედის დაბერებასთან. თავისუფალ რადიკალები წარმოიქმნებიან და ოქსიდაციური სტრესი. ოქსიდაციური სტრესის გამო, კი ბატონო. ასევე თორნიკემ რაც ახსენა, ნიტრიტებიც მათ შორის, ესეც კანის დაბერებაზე უარყოფითად მოქმედებს. წარმოქმნილი ნატრიუმის ბენზოატი მოქმედებს უჯრედულ სუნთქვაზე და ესეც რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია კანის აღდგენასთან და კანი შედეგად კარგავს ელასტიურობას, აღდგენის უნარს, რაც იწვევს ნაადრევ დაბერებას, ნაოჭებს და ასე შემდეგ. რა საინტერესოა. ანუ ამაგაზე თუ არა ხარ დაკვირვებული და ასე თქვა ჩაძიებული, სრულიად არ აკავშირებ მაგალითად ჩემ ვიზუალს ყვებასთან და მით უმეტეს ადამიანები არიან და ვართ, რომლებიც ჩვევაში გვაქვს რაღაც ერთი და იგივე წეღან თორნიკემ ახსენა, ერთი და იგივე საკვების ხშირი გამოყენება და ეს წლების განმავლობაში გრძელდება და დრო იმდენად შეუმშევლად გვეპარება, რომ საბოლოო ჯამში შედეგებს ვამჩნევთ, ხო? ქრონიკული დაღლილობა არის ესეთი სინდრომი, რომ ადამიანი გრძნობს, რომ სულ არის გადაღლილი. შეიძლება თუ არა ეს ან იცით თუ არა, რომ რაიმე კვებით დანამატებთან ან საკვებთან შესაძლოა ასოცირდებოდეს. კი ბატონო, პირდაპირ კავშირშია. იქიდან გამომდინარე, ზოგადად სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა, სურსათის უვნებლობა ორიენტირებულია იმაზე, რომ წარმოების პროცესში შევამციროთ მაგალითად მიკრობიოლოგიური და ქიმიური საფრთხეები სურსათში, რომლის არსებობის შემთხვევაში სურსათში, მიუხედავად იმისა, ის იქნება იმ კონცენტრაციით, რაც საჭიროა, რომ კონდეს კლინიკური ეფექტი მაგალითად მოვიწამლოთ. შესაძლოა არ მივიღოთ ამ კონცენტრაციით, მაგრამ ამ დროს ორგანიზმი არის მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში, როდესაც თუნდაც მცირე კონცენტრაციით თავდაცვის რეჟიმშია, რისთვისაც რა თქმა უნდა გამოიყენება ენერგია, მიმდინარეობს მუდმივი ანთებითი, მცირე ანთებითი პროცესი, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ მოქმედებს დაღლილობაზე, ქრონიკულ დაღლილობაზე და ნაკლები ენერგია რჩება ადამიანს ტვინისთვის, მაგალითად კუნთებისთვის და აზროვნებისთვის, ცხოველქმედებისთვის.